სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ გამოხმაურებია რუსეთის უშიშროების სამსახურის ბრალდებას. ოკუპანტი ამტკიცებს, რომ ყირიმის ხიდზე ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა, რომელსაც მათივე განცხადებით უკრაინის სპეცსამსახურები ამზადებდნენ. მათივე თქმით, ბომბი სწორედ საქართველოს გავლით გადაიტანეს. ოკუპანტებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, უფრო მეტი ამ თემის შესახებ იცის ჩემმა კოლეგამ სოფო ვარდიაშვილი უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. დიახ, რუსეთი უკვე მეორედ ახსენებს საქართველოს ყირიმის ხიდის აფეთქების მცდელობის საქმეში ბოლო 3 წლის განმავლობაში. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურების კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს ყირიმის ხიდზე, სადაც ისინი დიდი სიმძლავრის ბომბის აფეთქებას ცდილობდნენ. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, FSB ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო მოთავსებული, ის უკრაინიდან რუსეთში საქართველოს გავლით შეიტანეს ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტიდან. FSB-ს ინფორმაციით იგეგმებოდა ავტომობილის კრასნოდარის მხარეში გადაყვანა კერძო გადამზიდავის მიერ მართული ავტომზიდით. ავტომობილი შემდეგ სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ არაფერი უნდა სცოდნოდა და ყირიმის ხიდზე გავლისას ის უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად უნდა ქცეულიყო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუნებელყვეს და დააკავეს ყველა პირი, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე ავტომობილის გადაყვანაში მონაწილეობდა. ავრცელებენ კომენტარსაც, სადაც სავარაუდო დამნაშავე ამ სქემის შესახებ ყვება. ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა უკრაინის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი. მითხრა, რომ ჩემთვის დავალება ჰქონდა ევროპის ქვეყნიდან ჩამოიყვანდნენ მანქანას. ამის შემდეგ მითხრა, რომ უნდა მივსულიყავი ერთ ადგილას, სადაც ჩამოიყვანდნენ ამ მანქანას. წავედი დანიშნულების ადგილზე, ყველაფერი ავიღე და გავაგზავნე. შემდეგ უნდა მიმეღო მანქანა და ამ მანქანით წავსულიყავი ყირიმის რესპუბლიკაში, ყირიმის ხიდის გავლით. რუსული სპეცსამსახურების განცხადებას აფასებენ თბილისში. უსაფრთხოების სპეციალისტების თქმით, ეს არის რუსეთის დეზინფორმაციული გეგმის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების დასაშანტაჟებლად. რა თქმა უნდა, ეს არის ტიპიური რუსული დეზინფორმაცია, რომელიც FSB-ს რუტინული საქმიანობაა და ეს პირველად არ გავრცელებულა, რამდენიმე წლის წინაც იყო, ყოველ შემთხვევაში ამ ომის მიმდინარეობისას, თითქოს და საქართველოსთან გარკვეული ფეთქებადი მასალები ან ტერორისტული ჯგუფები აღწევდნენ რუსეთის სიღრმეში. ბუნებრივია, ამას სინამდვილესთან არანაირი შეხება და კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს. რატომ აკეთებს რუსეთი ამას? ერთადერთი ის გახლავთ, რომ ალბათ ამგვარი განცხადებებით FSB აშანტაჟებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კიდევ უფრო მეტად მოახდინოს პოზიციონირება, როგორც რუსეთის პოზიციების დამცველისა, თქვა სხვა ახსნა ამას არ შეიძლება ჰქონდეს. ან ჩვეულებრივ ეს არის რუტინული საქმიანობა, როდესაც FSB უბრალოდ ახმოვანებს იმ მასალებს, რომელიც გარკვეულწილად მას მიაწოდეს წყაროებმა. როგორც გითხარით, ეს უკვე მეორე შემთხვევა, როცა საქართველოს შესახებ არის ლაპარაკი ყირიმის ხიდზე აფეთქებისა თუ აფეთქების მცდელობის კონტექსტში. მსგავსი განცხადება მოსკოვში 2022 წლის ოქტომბერშიც გააკეთეს, მას შემდეგ რაც ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. მაშინ რუსეთის 5 და უკრაინის 3 მოქალაქე დააკავეს, ასევე ბრალი წაუყენეს საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს. 2024 წელს კი რუსეთმა ის სახელმწიფოთა შორისი ძებნელ პირთა სიაში შეიყვანა. ოცნების მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინ კომენტარები დაგვიანებით გააკეთეს და განაცხადეს, რომ ქვეყანას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან შემხებლობა არ აქვს. FSB-ს ახალ განცხადებას ამჯერად ოცნებიდან არ გამოხმაურებიან.